დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მიუხედავად იმისა, რომ ესეთ გაღებებული სახით გიყურებთ, ეს არ ნიშნავს, რომ კარგი რაღაც მოხდა. გუშინ ღამის 5 საათზე განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ ჩვენ უნივერსიტეტს, აგრარულ უნივერსიტეტს ჩამოართვა ავტორიზაცია, გაუქმა ავტორიზაცია. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ სტუდენტებს, მეტსაზღვრით ჩვენ რომ სტუდენტებს ვასწავლოთ, ეგ ითვლება სასამართლის დანაშაულად. პირდაპირ სასამართლის კოდექსში ჩაწერილია. ეს ჩემისათვის არის ძალიან მარტივი ჩემთან ბრძოლის შედეგი. უბრალოდ ერთ ადამიანთან ბრძოლას რადგანაც განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა რომ გადაეყოლებინა 2000 სტუდენტი, რომელიც აქ სწავლობს და კარგად სწავლობს. და მინდა გაგაცნოთ რა მიზეზებით აღარ გვაქვს ჩვენ უფლება რომ ვასწავლოთ სტუდენტებს და რა მიზეზებით აღარ აქვს სტუდენტებს უფლება რომ ისწავლონ ჩვენთან. ეს ამ მიზეზებს არავითარი კავშირი აქვს განათლების ხარისხთან, ამ მიზეზებს არ აქვს არავითარი კავშირი ცოდნასთან, რომელსაც სტუდენტები იღებენ, ამათ არ აქვს კავშირი ინფრასტრუქტურასთან, რომელშიც ეს სტუდენტები მოქმედებენ, რეაქტივებთან, ლაბორატორიებთან, წიგნებთან, ამას აქვს კავშირი მხოლოდ უხარისხოდ ჩატარებულ მოტივირებულ, წინასწარ მოტივირებულ შემოწმებასთან, რომლის შედეგი ცხადი იყო, რომ იქნებოდა უარყოფითი და რომელიც ძირითადად არის იმის შესახებ, თუ ჩვენ რამდენად ვასრულებთ განათლების სამინისტროს წარმოდგენაში არსებულ გარკვეულ მოთხოვნებს იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს სასწავლო პროცესი. იმისათვის აი სტუდენტებსაც კი დღეს მქონდა სტუდენტებთან შეხვედრა და მათაც კი ეგონათ, რომ ალბათ რაღაც იქნება მაინც მნიშვნელოვანი იპოვეს დარღვევაო. მინდა გაგაცნოთ დარღვევები. რამდენიმე წავიკითხავ პირდაპირ ტექსტიდან თუ შეიძლება. ბოდიში ეს ტექსტი ჩემი არ არის, ამიტომ ხარისხზე წინასწარ ბოდიში. დაწესებულებას არ აქვს შემუშავებული სამედიცინო აღმოჩენის მექანიზმები. თუმცა წარმოდგენილი იქნა სამედიცინო პუნქტის დებულება და რექტორის ბრძანება, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებმა სტუდენტებმა მათთვის ცნობილი პირველადი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში უნდა აცნობონ უნივერსიტეტში არსებულ დაცვის სამსახურს და სამედიცინო პუნქტის ექიმს, რომლის ტელეფონის ნომერიც გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას ევაკუაციის გეგმასთან ერთად, რაც შესრულებული არ არის. ანუ ჩვენ არ გვაქვს დიდი ასოებით დაბეჭდილი ჩვენივე სამედიცინო პუნქტის ტელეფონის ნომერი გამოკრული ევაკუაციის გეგმასთან ერთად. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა. მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ ევაკუაციების გეგმა ჩვენ გამოკრული გვაქვს მხოლოდ ამ კორპუსში და სხვა კორპუსებში იქ არის უბრალოდ მანიშნებლები, საიდანაც უნდა მოხდეს ევაკუაცია. აი ეს გეგმები რო არის ნახაზის სახით გამოკრული, ეს არის კიდევ ერთი დარღვევა. შემდეგი დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ აი ასე ვკითხულობ, შენობის დაცვის თვალსაზრისით უნივერსიტეტს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება დაცვის სამსახურთან, რომელშიც არის გათვალისწინებული წესრიგის დაცვის ელემენტები. დანართი 8 ფურცლად. ძალიან ბევრი დაგვიწერია. მაგრამ ცალკე არ არის შემუშავებული წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები. მე არ ვიცი, თქვენ აქ მოხვედით, ნახეთ, იმედია რომ დაინახეთ, რომ წესრიგში არის ყველაფერი. არაფერი უწესრიგობა არ არის, ნაგავი არ არის, სისუფთავია. ესე იგი წესრიგს ვიცავთ რაღაცნაირად, ხო? გაფუჭებული არაფერი არ არის, მაგრამ საჭიროა თურმე რაღაცა ქაღალდი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ. ასევე ჩვენ გვაქვს 1,700,000 წიგნი აი ამ შენობაში. მათ ვერ მოიძიეს 10 წიგნი. ეს 10 წიგნი საჭირო იქნება თუ ჩვენ მივიღებთ სექტემბერში ბიოლოგიისა და ქიმიის მმართველობის სტუდენტებს, რომლებიც დღეს არ ყავს. მათ დაჭირდებათ ეს წიგნები 2016-17 სასწავლო წლისათვის. და ამ წიგნების ასევე ვერ აღმოჩენა ბიბლიოთეკაში არის ერთ-ერთი საფუძველი აი ამის გაუქმებისა. კიდევ ერთი მე მინდა რომ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ვინც სასწრაფო ტელევიზიაში უნდა გახანდეს ისინი მაინც დარჩნენ და ჩვენ მინდა რომ დაგათვალიერებინოთ უნივერსიტეტი და განსაკუთრებით ვეტერინარული კლინიკა, რომელიც შემოწირულებმა ვერ აღმოაჩინეს, იმიტომ რომ მათ მოითხოვეს ნახაზები, ჩვენ მივეცით ნახაზები, იმ ნახაზებზე არ ეწერა არც ერთ ოთახზე თუ შენობაზე ვეტერინარული კლინიკა. ამიტომ მათ ჩაწერეს დასმაში, რომ ჩვენ არ გვაქვს ვეტერინარული კლინიკა.
როდესაც ჩვენ გვაქვს ორი კლინიკა, ერთი არის დროებითი, სანამ ახალი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს და მეორე არის უკვე გამართული კლინიკა, სადაც უკვე ტარდება ქირურგიული ოპერაციები. ძალიან მინდა რომ დაათვალიერო და ნახოთ რა დონეზე გაკეთებული, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის კლინიკა არ არის მაგ დონეზე გაკეთებული. აი ამ ტიპის დარღვევები შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მაგრამ ასეთივე ვიტყვი ამ სისულელია ეს დარღვევები, მაგალითად ჩვენ გამოვაცხადეთ გარკვეული ვაკანსიები და ერთ-ერთ ვაკანსიაზე ჩვენ ავიყვანეთ ორი პროფესორი. ერთ ვაკანსიაზე კი არა, ერთ-ერთ დასახელებაზე, ერთ-ერთ საგანზე, რაც არანაირად არ იყო, ანუ არაფერი დარღვევა არ იყო. ერთი ადამიანი აგერზის არის დავით ბედოშვილი, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში მუშაობდა ამერიკაში და ჩამოვიდა საქართველოში და მეორე არის ჩვენი აკადემიის აკადემიკოსი პროფესორი კვესიტაძე. ანუ რადგან გაუარეს ამან განათლების ხარისხი არ ვიცი. გაუგებარია ჩემთვის. ასე რომ აი ამ ტიპის დარღვევების გამო სამინისტრომ გადაწყვიტა რომ ჩამოერთვა ავტორიზაცია. ავტორიზაციის ჩამოერთვა ნიშნავს რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს კიდევ ერთხელ ვასწავლოთ სტუდენტებს. დღეს მინისტრი და ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ფართოდ ავრცელებდნენ ტყუილებს, მაგრამ საბედნიეროდ ამ ტყუილების გადამოწმება ძალიან მარტივი, იმიტომ რომ სხდომის მთელი მიმდინარეობა იყო ჩაწერილი ვიდეოზე. და ეს ხელმისაწვდომია, მათ შორის უკვე YouTube-ზე ძდებს და შეგიძლიათ ნახოთ, სადაც კაფიოდ კენჭი უყარეს საკითხს, შეჩერდეს კი არა, გაუქმდეს ავტორიზაცია. დღეს ეს არის მხოლოდ შეჩერებული ავტორიზაცია, ეს არაფერი პრობლემა არ არის, ახლა კიდევ შემოიტანენ დოკუმენტები, ჩვენ მას აღვდგენთ და ასე შემდეგ. ეს არის მტკნარი ტყუილი. უბრალოდ სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ ეს რაღაც შეიძლება რაღაც ფიქრის პრობლემა აქვს, არავინ არ იფიქრა, ანუ ისე იყვნენ გართულები ჩემი დასჯით, რომ არ იფიქრეს 2000 სტუდენტზე, რომელიც აქ სწავლობს. და იღებს განათლებას პირობებში, რომელიც მათ 2 წლის წინ არ ჰქონდათ. ისინი ვინც დამყოფი არიან აქ 2 წლის წინ და 3 წლის და 4 წლის წინ, ალბათ ახსოვთ რა მდგომარეობა იყო აგრარულ უნივერსიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რა მდგომარეობა იყო აქ სწავლის ხარისხის თვალსაზრისით, ანუ როდესაც ლექციები არ ტარდებოდა, რა მდგომარეობა იყო აქ კორუფციის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ცნობილია რომ აქ საზაფხულო და ზამთრის სესიების დროს მანქანებით ივსებოდა ეზო და იქიდან ძღვენების გადმოლაგება ხდებოდა. ზოგიერთი გაშვებული პროფესორის ნიხრიც ვიცით 35 ლარი და ეს სიზუსტით არის ცნობილი. ან პროფესორი იმით იყო დაკავებული, თვითონ წიგნს დაბეჭდავდა და მე იმ წიგნს ვიც არ იყიდი და იმას არ უსვამდა ნიშნებს და ფული ასე კეთდებოდა. ანუ ქრთამი არ ერქვა მას, უბრალოდ ერქვა წიგნის გაყიდვა, ძალით გაყიდვა, შეწენვა. და ბევრი ასეთი სამარცხინო ფაქტი იყო. ჩატარდა ატესტაცია და ამ ატესტაციის შედეგად ყველა ვინც ვერ დააყოლა მინიმალური სტანდარტისხი, ყველა იქნა გაშვებული. გავიდა ამის შემდეგ 2 წელი. ამ 2 წლის შემდეგ მათ ჩათვალეს რომ ახლა ღირსება აღუდგებათ, იჩივლეს სამინისტროში. სამინისტრო შეეძლო ეს პროცესი საერთოდ არ დაეწყო, ვინაიდან ახლა 2 წლის გაშვებული ადამიანის შიველი იგივეა, ახლა მე ვიცივლო რომ თესევ დავამთავრე 1977 წელს რომ რაღაც არ მომწონს, ხო, დაახლოებით იგივეა. მაგრამ სამინისტრომ გადაწყვიტა ის უფლება რაც ჰქონდა გადაექცია ვალდებულებად და კაცრად წყალებში, ანუ სულელურად შემისადეთ შეემოწმებინა ჩვენი უნივერსიტეტი. აი ეს არის ძირითადად რაც მოხდა. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ როგორც სამართლებრივი გზით, რომ დავამტკიცოთ რომ ეს ავტორიზაციის გაუქმება იყო უაზრო, ასევე გავაგრძელებთ ცდილობას, რაც ხადია დამოკიდებულია სამწუხაროდ სამინისტროს კეთილნებაზე, რომ ჩვენ მივიღოთ თავისუფალ უნივერსიტეტმა ამ შემთხვევაში მიიღოს იგივე სპეციალობებზე ავტორიზაცია და აკრედიტაცია და ჩვენ შემდგომ შევძლოთ გადაყვანა სტუდენტების თავისუფალ უნივერსიტეტში, ყველა სტუდენტის აგრარულ უნივერსიტეტიდან.